მოქალაქეები გვეუბნებიან, რომ არაფერი არ შეცვლილა და ბაზარში გასულებს იმაზე მაღალი ფასები ხვდებათ, ვიდრე წინა წელს. ადამიანები, რომლებიც ახლა ახალი წლის სუფრისთვის ემზადებიან და სასურსათო პროდუქტებს ყიდულობენ არამხოლოდ მარკეტებში, არამედ ბაზარშიც, ამბობენ, რომ იმაზე მეტის გადახდა უწევთ სასურსათო პროდუქტებში, ვიდრე გასულ წელს. ეს ეხება არამხოლოდ ხილბოსტეულს, არამედ ხორცის და რძის პროდუქტებსაც. ამბობენ, რომ ფასები არის რეკორდულად მაღალი და მოლოდინი ჰქონდათ კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ შესაძლოა ამას ასახვა ჰქონოდა არა მხოლოდ სუპერმარკეტებში, არამედ გარეთ ბაზრობებსაც, თუმცა ამბობენ, რომ ბაზარში მისულებს გაცილებით ძვირის გადახდა უწევთ, ვიდრე წინა წელს. ყველაფერი გაზრდილია. ყველა უკმაყოფილოა, ყველაფერს ვერ ყიდულობს. განსაკუთრებით კიდე პენსიონერები და ცოტა უფრო ჩვენი მაღლა რანგის ხალხი, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან ფასებს. 450 ლარით გამოუშვი ნებისმიერი პარლამენტარი და იყიდოს ისეთი საჭმელი, რომ თელი თვე გაყვეს იოლად, თუნდაც ახალი წლებს რომ იყენებს. ჩვენაირად რა თქმა უნდა იმისი ხელფასები არა გვაქვს და ამიტომ ჯობია გამოვიდნენ ქუჩაში, შეხედონ ხალხი რა დღეშია, ჩამოიარონ ბაზრებში, კითხონ ჩვენი ფენის ხალხს, პენსიონერებს რითიც სურგმულობთ. წამალიც გვინდა, ყველა პირველი მაგას ვიძახით, პურიც გვინდა, საჭმელიც გვინდა და ახალი წელიც. ამ ჩვენი პენსიით იცხოვრონ ერთი თვის განმავლობაში და გამოსცადონ როგორი არის ჩვენი ცხოვრება. ჩამსული ვარ საბერძნე 30 წელია გადახვეწილი ვარ იქეთ. ჩამოვედი ეს სექტემბერში და საშინელი სიძვირე. პენსიით ვერ გაიტანს გალი ადამიანი თავს. საშინელი სიძვირე. იქ უფრო იაფია. იქ ვიყიდე ბრინჯი რაღაცა იქიდან ჩამოვიტანე შვილი. ზგუშიონი მალაკო კარაკი. არაკი, რაც ბევრად იაფია, იქეთ ვიდრე აქ, იგივე კარგი. ხა 40 ლარი ეღირება 1 კილო გოჭის ხორცი, ძალიან ის არის დამცული სიტუაცია. ნუ მეგონა რომ უფრო ნაკლები იქნებოდა, ჯერჯერობით არ ჩანს და იმედია მომავალ წელს მაინც გავუმართლებს. ირიც კარაქიც, ყველაფერი რა ძვირია. წინა წელს უფრო იაფი იყო. გაძვირებულია წელს. ძალიან ძვირია ყველაფერი. ხორც პროდუქტები თუ სხვა პროდუქტები? ყველაფერი ძვირია. ფასები იზრდება არა მხოლოდ იმპორტულ პროდუქციაზე, არამედ ადგილობრივზეც და გამყიდველები გვეუბნებიან, რომ იძულებულები არიან გაზარდონ ფასები, რადგან იშრომა, რასაც ისინი წევენ და ის ფასები, რის გადახდაც თავადაც უწევთ, საბოლოო პროდუქცია აისახება. რა 1000-ნაირი ხალხია, ზოგს ეძვირება, ზოგს. აი ზვირია, გოჭი 250 ლარი ზვირია ის. წინა წელსაც არ იყო. ზვირია, წინა წელს უფრო 300-400-ები იყო, ეხლა უფრო დაიარეს. უხთარი მარა არის, კუპონი გახდა ეს ფული სადღარ. ყველგან არის პრობლემა, იმიტომ რომ გაძვირებულია ყველაფრის ფასები და ყველაფერს ეხება რა, პროდუქტი რო ზვირდება, ყველა გოჭსაც ეხება, ინდაუსსაც და ყველა. მე თვითონ მომყავ, მაგრამ ძვირი ჯდება, საწვავი ძვირია, მოხნა ძვირია, ყველაფერი და მე მაგალითად ეხლა რო არ გითხრათ ტყუილი, მე ჩემი ღორებს აზორდი და ვყიდი იმ ფაში რა ფაშით, რომ მე მაწყობს იმდენად, რომ ჩემი არის, მე ნაყიდი რომ ხოდეს სხვა არის, მაგრამ აქ უკვე არის დამოკიდებული სადაზრდი როგორ ზრდი. მე წინასწარ ვამარაგებ საკვებს, რომელიც მიჯდება იაფი და ვცდილობ გავყიდო იაფად, ანუ შედარებით ნაკლებ ფაში. რატომ ძვირდება პროდუქტი, ამას გაარკვევს არა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან პარლამენტში თებერვალში შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისია, არამედ ახლა უკვე იმსჯელებს სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.